ჩვენი ქართული ისტორიაც არის ძალიან ბევრი საინტერესო პერსონაჟი ცავსე და რატომღაც ეს პერსონაჟები იმ სახით არ არიან და არ არის წარმოჩინებული. მე ვისურვებდი უფრო სწორად, რომ უფრო ცნობილები იყვნენ. როგორც პოზიტიურები, ასე ნეგატიურები. ხო, ნეგატიურებიც აუცილებლად უნდა ვასწავლოთ შვილებს. სამწუხაროდ ჩვენი ისტორიის წიგნი რო გადაშალა, მხოლოდ დადებითი და გმირობებია და გუშინ ჭკურულით მე დავამაჩემი ზუსტად მაგ თემაზე. რომ მარტო იმას ასწავლით მეთქი, მასწავლებელი და ხო, აი ჩვენი სირცხვილები არ იციან ბავშვები. იცით რა, ისტორიის როლი ამეთი კნინდება, იმიტომ რომ ისტორიის როლი არის ის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს მომენტები აღარ გავიმეოროთ, ხო? ბერნარდ შოუს ფრაზა თუ არ ვწდები, ისტორია ის არის, რომ ადამიანებს ვერ გამოაქვთ განკვეთილების ისტორია. ხო, იძულებულია განმეორდეს და აი რატო, ხო, ახლა ჩვენ ძალიან დიდარი და საინტერესო და მაგარი ისტორია გვაქვს. არაფერი აქ არ არის ისეთი, რომ გვარცხვენდეს სხვა ერებთან შედარებით, ხო? და თუ კი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ერთ ნაწილზე ამა თუ იმ მეფის რაოდენ მამაცი იყო და ქველი იყო და ჭკვიანი იყო, მოდი ის მეორე მომენტიც ვთქვათ იქვე რა, რომ ახლა ეს მართლა ეს არ არის, რა ქვია, ეპიკური ფენტეზის ჟანრი, ხო? აქ ხო. მარტო ეს ხო არ არის, რომ იმაზე რა ქვია, ქაღალდზე დახატული პერსონაჟი, პლაკატი ხო არ არის ის ხანდაკება, ხო, დავესესხები კიდე ერთ ძალიან ჭკვიან და პატივსაცემ ადამიანს. ყველა კუთხიდან უნდა შეხედო იმ პიროვნების როლი თუ გინდა გაიგო. ამით ის არ მცირდება არაფრით, ხო? პირიქით უფრო რაღაცნაირი უფრო რეალური წარმოდგენა გვექნება იმ პერსონაჟზე და იმ გარემოზე, სადაც ის ცხოვრობდა. თუ ვინმე რაღაცას აფუჭებდა პარალელურად იმის აფუჭებდა რა წყალებში, ხო? რატო უნდა ვიცოდეთ ამის თაობას?